ეთერ ლიპარტელია და ანა პავლა დაბროვსკა. გერგიელი საჯიკანში. ხო, ხა უნდა ვინერი. გია თემაძე მოყვება მას. ანა დაბროვსკა. სიფრთხილე, რა თქმა უნდა, საჭიროა. აი, ჩავლებას აი რა იღებს გარედან. და იქნებ სადოს კიდევ ცერით, როგორც გამოუვიდა ფინელთან აქაც. არა. ანა დაბროვსკა არის 17 წლის, მოდი გეტყვით მასზეც, მას მოპოვებული აქვს მეორე ადგილი გასულ წელს ათენში კადეტთა ჩემპიონატზე. ამ წელს ის მეხუთე იყო, პრიზიორთა შორის ვერ მოხვდა და ევროპის თასზე, რამდენიმე თასზე წარმოვიდგინე. იუკო მაინც არა? მესამე ადგილებზე ესო. რაღაც ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი. იუკო, დიახ. ვაზარი? ვაზარი არაო, პოლონელი არბიტრი, მაგრამ ჩვენთვის კარგია. რა თქმა უნდა, საჯები ნახავენ ახლა. ქონდა შეტევა ლიპარტელიანს. არ გაუკა. საერთოდ არაფერს არ აძლევი. რავის დაეცა თითქოს და ისე ჩვენთან არ არსებობს მასპინძლობა, ეხლა სადაც რაღაცას უყურებთ ხოლმე და სულ ვიძახით რომ მასპინძლების მიმართ რაღაცა სიმპათია აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეხლა ვაზარიდან იუკომდე მაინც ჩამოეყვანათ. აქ არ გვინდა საჯების დახმარება. თუ იყო ან ვაზარი, ან არაფერი ესეთ სიტუაცია. არ გვინდა საჯების დახმარება, ისეც. კარგია, ჯერჯერობით კარგია. ერთი წუთია. სული აი კარგია უკვე აიღოს თხილად და დაიქნებ თავად სადო შეტევა ცერიც კარგია ცერით არა არაფერი რა ვიცი მე ცოტა შემეშინდა არ მიეცათ პოლონელისთვის რა ვიცი ჩავლება იქნებ საყელოში აგებოდეს რომ აიღოს უგეთესად გააკონტროლებდა მეტოქეს თილად ჩატრიალება იქნებ მოახერხოს არა ცოტა მეტი აქტიურობა მართებს ეხლა უკვე ცოტა მეტი აქტიურობა მართებს ეთერის თუ შეცვლის ჩავლებას არ იქნება ურიგო აი ეხლა ცოტა უფრო კარგად აიღო, აი ამაზე მაქვს საუბარი და აი აკონტროლებს უკვე სიტუაციას. მშვენიერია. შეუტია იქნებ. არა, არ გამოვიდა. არა უშავს, შემდეგში გამოვა. პოლონელი გოგონა ძალიან აქტიურად ებრძვის შეიძლება ითქვას. გია კარნახობს. ათენაძე, მაგის თავარი მწვრთნელი. და ცოტა იაქტიუროს. პოლონელი კარგად აკონტროლებს, როგორც ჩანს, მუშახელი მისთვის მარცხენაა. და არა, ესეც არაფერი მოასწრო. არა მოასწრო. გაისწოროს რა თქმა უნდა. სასწრაფო დახმარება. საჯი არ დაეხმარა. შეიძლება ასე? საჯი არ არის ვალდებული. არა, ვალდებული შეიძლება არ არის, მაგრამ ელემენტარულად ხელის ერთი მოძრაობა. საჯი ეს დახმარებოდა რა თქმა უნდა, კეთილნებას თუ გამოიჩენდა. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. საჯი უარს გვეუბნება ასეთ დახმარებაზე და რა მიდგომა. აი მარიამ ჭანტურია არის. ზურგით რომელმაც მოიპოვა 3 კვირის წინ ბრინჯაოს медаლი ევროპის ჩემპიონატზე. და მაშინ ლიპარტელიანმა ვერ მოიპოვა, იქ ორივენი ასპარეზობდნენ. მარიამი პატარა ასაკით ორი და არ ქონდა ამ ფესტივალზე მონაწილეობის უფლება. აბა ეხლა შემართება არის ისევ ისეთი როგორიც ქონდა აქამდე წინა შეხვედრებში და მეტი აქტიურობა. წერით შეიძლება მე ვფიქრობ გამოჭერა. კარგია.
სიფრთხილეა საჭირო, არ მოყვეს აქ კინეუზე, არ მოყვეს. გამოვა კივა, მაგრამ აი ახლა უკვე გამოდრება. მოახერხა კოჩა. იედინა, მაგრამ არა უშავს. ძალიან მებრძოლია ბარდელიანი და მეტი შემართებაა საჭირო. გარისკვა. აი კარგად შემოწია. სხვა თვითონ პოლონელი ზუგაპი. ის რა თქმა უნდა პოლონელს. შეიძლება ეს აქტიურობის და პასიურობის აქვს. კი, პასიურობისთვის, ანუ ცდელობა ბოლოს უკვე ქონდა ეთერის. ორი ეთერების ცდელობა და აი ამდენი ხანი არ შეიძლება ესე დაეტოვებინათ. ცოტა მეტია საჭირო, ძალიან ცოტა. ეხლა უნდა თავად სადოს. თავად კარგია. არის იკონია ეს. გენაცვალე. კიდევ ერთი ოქროს მედალოსანი ეთერ ლიპარტელიანი. არანაირი გაფრთხილებით იპონით პირდაპირ მოახერხა მან და მესამე ოქრო მოუტანა საქართველოს დელეგაციას. მესამე ჯუდოისტების ხარჯზე და დღეს ორი ოქროს медали მოიპოვეს გოგონებმა. ბრავო. არ ვიცი აქ რა შეიძლება ითქვას ეთერ ლიპარტელიანმა. არ საოცარი რამ გააკეთა, ყველა შეხვედრა პირველი წრიდან დაიწყო. ბრავო, პირველი წრიდან დაიწყო და გააგრძელა. დღეს კიდევ ერთხელ მოვისმენ საქართველოს იმს აი ამ პატარა გოგონას. 15 წლის გოგონას პატივსაცემა. 17 წლის რა მნიშვნელობა აქვს? 16 წლის გახდება მაგრამ ხო 16 წელი რაც რავად ამერია ყველასას აი რა კარგი საერთოდ არ აქვს ეხა მნიშვნელობა არსებითი ან მაგარი საოცრებებს აკეთებენ გოგონა წმელების მათგან ერთი მედალიც კი იქნებოდა წარმატება ნებისმიერი ხარისხის მედალი სამი ჯიუდოისტი 15 წლის ლიპარტელიანი 99 წელს დაბადებული და სექტემბერშია დაბადებული და არა თავიდანვე გახდება კი მართალია 16-ის გახდება მხოლოდ და ხედავთ ხალხი ტირის ეს სიხარულის ეს კაცი ბრავო მეტი არ აქვს თამაში მოდი ნახოთ და თუ გვაქვს ან დაჯილდოებას შეიძლება რა თქმა უნდა ვნახავთ ცოტა ხანი ძლევსნაბაზე გადავიდეთ რადგანაც იქაც ქართველები გამოდიან და აუცილებლად ვნახავთ ეთერ ლიპარტელიანის დაჯილდოებას ცერემონიელები მათ შორის რა თქმა უნდა დაჯილდოვდება ეთერ ლიპარტელიანი